სამი. მოგესალმებით მეგობრებო. სასიამოვნო ამბავით დავიწყებთ. ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნა და ვულოცავთ ილიას ამ საამაყო ამბავს. ბრავო! ძალიან მაგარია, მაგრამ ჩემი აზრით, სადაც ილია თოფურიას ქუჩა გაიხსნა, იქვე უნდა გაიხსნას ვოლკანოვსკის წყაროც. მაშინ იქვე უნდა გაკეთდეს მაქს ჰოლოუეის ძეგლიც. თან მაინტერესებს როგორი გამოაწაქცეული კაცის ძეგლი. მოკლედ, ერთი სული მაქვს, როდის ჩავალ ესპანეთის ქალაქ ტოლედოში და ტაქსის მძღოლს ვკითხავ, თოფურიაზე რამდენად გახვალ ძმა. ისე ესპანურად როგორ იქნება ხო არის? როგორ და hasta donde me laveras porca le topuria. Hermano? Supta banderas. Tadío, dicho espanolზე? არა, Google Translate-ზე დავდივარ. თოფურიას ქუჩა კარგია, შემონიკროს, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? მაინც ხშირ პერიოდად დავუმტრიოთ, ვინმეს რომ გულიაშვილის და არაბიძის ქუჩა გავხსნა, ან პირიქით დავამტრიო. ჩვენ ჯერ შემოპატა წინ გვაქვს ყველაფერი. ილიას კი კიდევ ერთხელ ულოცავ და უსურვებთ იმდენი ბრძოლა მოეგოს კიდე რომ ქალაქის მთავარ მოედანს დაარქვან პიაცა დელა თოფურია. კი ბატონო. მე ძალიან მომწონს ეს ტრადიცია და იმედი მაქვს ესპანეთის ქალაქებს ასევე დაამშვენებს მეორე ძმა თოფურიას ქუჩაც, ასევე ქოჩორაშვილის გამზირი და მამარდაშვილის პლატო. მანამდე კი უბრალოდ შეგახსენეთ რომ ჩვენ შოუს მუსიკალურად ამშვენებს და კეიბის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოსიტაშვილი. საინტერესო სიახლე მწველებისთვის. დაჯექით, სიგარეტი არ გაიაფებულა. 1 აპრილიდან ყველა სიგარეტი უკვე ერთნაირი შეფუთვით გამოდის. ხოლო წარწერა განსხვავებს, თუ რომელი ფირმისაა თქვენი შეძენილი სიგარეტი. ანუ ვინც კითხვა არ იცის დაერხა. რას მოწევს კაცვარიც? წარწერის გარდა ასევე განასხვავებს ფასი. ანუ როცა იცი რომ 10 ლარი და 80 თეთრი მიეცი, მაგით ხვდები რა სიგარეტი გიდევს ჯიბეში. ნუ ნერვი ულობთ ხალხო, მხოლოდ შეფუთვა იცვლება, თორემ მოწევა ისევ ძველებურად მავნებელი იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებით სიძარღვებისთვის. ერთი სიტყვით ამიერიდან წარწერით თუ მიხვდებით რა იწევს ნაადრევ სიკვდილს, თორე შეხედვით ვერ გაარჩევთ ვერანაირად. ძალიან საინტერესო პროექტზე დაიწყეს საუბარი თბილისში, რომლის მიხედვითაც დიდი დიღომი და დიდუბე ერთმანეთს ტრამვაის ხაზით დაუკავშირდება. მაგარია. მე მიყვარს ტრამვაი. ერთადერთი ტრანსპორტია, რომელსაც შეგიძლია რომ შეახტო. ტრამვაი მართლა კარგი ტრანსპორტია, ეკოლოგიურად სუფთა, ლამაზი, ბევრი ხალხი ეწევა. თან გავიგონებთ დავიწყებულ ფრაზებს. გადაიწიეთ. გეგეუბნებით შუაში თავისუფლება. საწამიღო ეს ფეხები ხრებზე შევაბალაკეთ ხალბატონო. და ასე შემდეგ. შემთხვევით ხუარცი ტრამვაიც ბასლაიზე ივლის? არა, ტრამლაინებზე. ხოდა ჯობია ტრამლაინები გაკეთდეს იქ, სადაც ველობილიკებია, მაინც არავინ დადის ამ ველოსიპედით ამ ქალაქში და ლიანდაკები იყოს, კაცო. იყოს, რაც შეიძლება ბევრი ლიანდაკები იყოს. ნამდვილად დახატავს დიდ დიღომს, მინდა გითხრათ, დახატავს. მან დიმდენი კორპუსი წამოიჭიმა, ნეტა ვისახზე უწევს გავლა. იმედია ჩემთან არ გაივლის ლოცში. მოკლედ ტრამვაი ბრუნდება და მალე თბილისი ისევ გახდება ურთიერთობა. მაგ ურთიერთობაზე გამახსენდა. ჩვენთან უბანში რომ დავდგები მე დიდ დიღომში და მანქანა რო გამიჩერებს ნაცნობი, რასაკეთებ აქო და დამიჯერებ ახლა ტრამვაის რომელოდებით ქოვეთ. მე ტრამვაის ისიც მომწონს რომ ხმაურიანი არაა, გესმის? აი ხმაური შემთხვევით არ მიხსენებია. ამიერიდან ზედმეტი ხმაურის შემთხვევაში, ბიჭებო, დაიმახსოვრეთ, ავტომობილები და დამკვრელები დაჯარიმდებიან. დამკვრელები დაამატა. ავტომობილები დაჯარიმდნენ. ძალიანაც კარგი. მარტო ავტომობილები კი არა, მოტოებიც უნდა დაჯარიმდნენ. წაიღეს ტვინი. ჩემო ნიკოლოზ, ასეთი კანონები რომ მოგწონს, ეგ უკვე ასაკზე მიუთითებს.
ახლა რა მაინტერესებს, იცი? სიჩქარის შემზღუდველ კამერებთან რო იციან, მანქანებმა ნორშიანელებენ და ნელაგადიან ხმაურის დეტექტორებთან ჩუმად გაივლია და მერე გააგრძელებენ. ბღუილს თუ რანაირად იქნება? იცი, მანქანა თუ წყნარად მიდის და მძღოლი ღრიალებს, მაგ შემთხვევაში რა ხდება? ესეც საინტერესოა. ეგ არ ვიცი ნამდვილად. მე გეტყვი ზოგადად როგორ არის. დღენ იჯება 100 ლარით, დღენ 200 ლარით და 1000 ლარი. აი მახსოვრეთ ეს ხვები? ის ანდაზე ხო იცი, უსაქმური კაცი მახაც იყრიდაო. დიახ. სადაო ახლა არ მკითხო. მართულება იცი. კი ბატონო. ხო და მაგაზე მაქვს შემდეგი ნიუსი. აბაგის. უსმინე, ილონ მასკმა სოციალური ქსელი X-ი გაყიდა და თავადვე იყიდა. ჩემი აზრით ეს არის ერთ უცნობიანი ანდაზა. ანდაზა განტოლება. თხა ვიყიდე, თხა გავყიდე, სადაც X-ი უდრის თხას. არაფერი განტოლება არ არის ჩემო ნიკოლოს. უბრალოდ ფული ერთი ჯიბიდან ამოიღო და მეორეში ჩაიგო. აი იმ დღეს ჯინსი რომ წმოდა, ბევრი ჯიბეებიანი ტესლაცაც გაყიდა და თვითონვე იყიდა. და იმ რობოტებსაც კიდე მიაყოლებდა. რა პრობლემაა? და მომისვინე საერთოდ რატო გაყიდა? ფული ეჩქარებოდა ეთყობა რა პრობლემაა? და მაშინ რაღაც იყიდა. დედა გადამრია რაკში შემჯო. კაიფაში ჩაუვარდა და იყიდა. ისე რა კარგი აზრია, მანქანა მყავს გასაყიდა, ჩემ თავს ხوار მივყიდო. ფულის დამჩება და მანქანა. კი ბატონო, მაშინ დაურეკე საკუთარ თავს და ფასზე დაელაპარაკე. შენი თავის ამბავი ხო იცი, ჯიგარი ხარ და ძვირად არ გაყიდი მაგას, ვარიანტია. სხვათა შორის ილონ მასკმა გამოუშვა $5,000 რობოტი, რომელიც თურმე ხორცს წვავს არაჩვეულებრივად. იმედია უფასოდ. აბა $5,000 რომ რობოტში გადავიხადო და მე იმამ წვაჩი 30 ლარი გამომართვას, ხო გადავირიე კაცო. მოთქეფე ჯანჯიგებში ხელუგომა. როგორც ვიცი, რობოტის გაკეთებული მწვადი სულ რაღაც $5,010 ჯდება. თვითონ მწვადი $10 ის რობოტი აძვირებს ცოტა სულ მარტივს. ასაბა, კაცო, ფულს გართვეს? არა და $5,000-მა რობოტმა სამ მწვადეს თვითონ უნდა იჩალიჩოს. პრინციპში ასეა, მაგრამ ეს მასკი არ არის გაზრდილი საქართველოში. არის თავის პასე რა ის. ისე კარგია რობოტი თუ მოამზადებს აწი საჭმელს. მაგაზე მაინც არ იტყვიან თავიდან კაი იყო და მერე გააფუჯა ბიჭო. მასკს როდის ვაღიარებ, იცი? მისი რობოტი ხინკალსაც რომ მოახოს. ისე რობოტს რკინის ხელები არ დაუჟანგდება ესე მარილით, აი ესე რო აიღებს ხინკალს, თითები. ხო დაუჟანგებ. მართალი ხარ. შენ კი გლიცინებ და ეგ რობოტი თუ მოგვევლინა აქ, შეფების ლიგის სამყარად ვერ ერახეს შენ. რა მოხდება? რადგან სამზარეულოში ვტრიალებთ, ერთ ცუდ ამბავსაც გეტყვით. ახლახანს გაპიარებულ დუბაის შოკოლადში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები აღმოაჩინეს. ეთყობა ვიღაცას შემოაქვს ყატარის შოკოლადი და დუბაისაც ძირავენ. ისე რა არის ერთი ამისთან ამ დუბაის შოკოლადმა? ისე დაიწყო და დაამთავრა კარიერა, რომ ვერ გავსინჯე რა. ობი შოკოდა მავნე ცხიმები აღმოაჩინესო და აბა რა იქნებოდა? დუბაიდან რო შოკოლადი ჩამოა. ის რაღაც ივარგებს თან 60 გრადუსის სიცხიდან. ჩემი აზრით, ობზე, ცხიმზე და სოკოზე უფრო მავნე ორგანიზმისთვის დუბაის შოკოლადის ფასი იყო. ხო და ახლა დაიკლებს ამის ფასი და ვინც ფასის გამო ვერ სინჯავდით, ახლა შეგიძლიათ შეესიოთ. არა და როგორი აგორებული იყო დუბაის შოკოლადი, უკვე იდგა ისეთი ბრენდების გვერდით, როგორიცაა ალიბაბას ხაში, ვიგენტიას ქაბაბი და ბელას ტორტი. და ბოლოს ერთი საინტერესო კვლევის შედეგი უნდა გაგაცნოთ. თურმე ერთი ჭიქა ნატურალური წითელი მშრალი ღვინო უდრის 1 საათი დარბაზში ვარჯიშს. ხოლო წითელი ღვინო თუ თეთრიც? არა. ვარჯიშები ზარე არ შეიძლება ერთმანეთში. აჰა. გითხარი წითელი ესე იგი წითელი. არ გიხარ. ღვინის დალევა თუ ვარჯიშია, სად იყვნენ ეგანი მე რო რესტორნებში ვარჯიშობდი დილამდე. მე ვეთანხმები მაგას. ღვინის დალევა მართლაც ვარჯიშია. მაგრამ იმდენიც არ უნდა ივარჯიშო, რომ ღვიძლი დაგეშალოს. მართალი ხარ, ბიჭებო, თქვენ ხომ წამოხვალთ სავარჯიშოთ? ამათ ისეთი სახეები აქვს, მგონი წუხანდელი ნავარჯიშები არიან აშკარად.
კახური ღვინით. სუბუქად. ან იმერულით სუბუქად, როგორც შეიძლება, არ არის. მოკლედ, თქვენი ხმარ გავიგოთ ცოლებო. ვარჯიშობ დღეს ჩვენ და გვიან მოვალთ. ვარჯიშის დაწყებამდე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენ შოუში დოლგარმონზე უკრავს და ჯანმრთელობაზე ზრუნავს დღე და გამოვარჯიშე ქსოვრელები და გიორგი ტრენაჟორა შოშიტაშვილი. არა, იმიტომ რომ ადრე იყო კბილებითაც ეწეოდნენ ამას, ხო არ ეგეთ? ხო, არის. მაინც არ ცადოთ ეხლა თქვა რა გაგიკეთებიათ, მე არ თქვა პაატამ თქვა და როგორ არ უნდა გავაკეთო. ანუ ესე იგი წყალქვეშა გემი რაღაცებს ეწევით ჩოულები, ხო? ხო. კი. ჩხუბში რამდენად გადგება თუ თქვენი მიმართულება მაინდა-მაინც აი ეს კლასში პატარები რო ძალას ვიყენდე მხოლოდ სიკეთეში. არა, გასაგებია, მაგრამ პატარა რო იყავით ჩხუბი ხო მოგსვლიათ. კი, ბავშვობაში კი როგორ არა. აი როდი შეამჩნიეთ რომ რაღაცა სხვა რაღაცა ხდება თქვენ. სხვაზე მეტი ცხენის ძალები რო გაქვთ. იყო ეს ამბავი. რამე ხო არ გიწყინთ რო გელაპარაკეთ? არა, როგორ ანუ იმის თქვა გვინდა პაატა სავარაუდოდ იმას გეკითხებოდა რომ ანუ ვარჯიში ეს ახლა ნუ მესმის რომ ბუნებრივათაც ძლიერი იყავ მაგრამ ხო ვარჯიშის შედეგიც არის ის რომ კი რა თქმა უნდა ვარჯიშის შედეგიც არის კი ბატონო ანუ ხოლმე როცა მოვიყრებოდით ბიჭები უბანში თვითონ ხელვაჩავში ცხოვრობ იქ იყო ძალისმიერი გამორჩეული ვიყავი მაინც ძალისმიერად და ანუ მთხოვდა რომ მანქანას თუ დაიჭერა ასეთი მსგავსი იგენი კითხვები მოდიოდა და ანუ მანქანას წევდი ხო მანქანას თუ ანუ მანქანას ჩააგდებდა ზათში ხო და უნდა დამეჭირა ხო რომ არ წასულიყო მანქანა ადგილზე ვაბუქსავებდი ანუ აქიდან აღმოვაჩინდე ჩემი ძალები ნენელა და მე დავიწყე მანქანების სედანის პატარების გაკაჩვა მარშრუტკებიდან ნენელა გავზარდე რა ტრაილერი და ასე შემდეგ მანი ვაგონები შეგედათ ხელვაჩაურში ცხოვრობ არა თუ მეიდოვებს დააგრავს ხელს ამებას გადაიტანს მაშინ რა ქვია ბათუმში ეს გადმეიტანს სახს ხელვაჩაურში აიტანზევით ვერ ვაბავ თავს რაღაცებს მინდა მაგრამ ვერ ვაბავ თავს არა მე მაინც იქ ვარ რომ აი რა ვიცი ხლა აი გვინახავს ხო ინტერნეტ სივრცეში რაღაცას მოკიდებენ რაღაცა ქილას დახურულს იქ ვაკუუმი რო რთული აი გახეთქვა რაღაცებს აკეთებთ ალბათ ხო კოკაკოლის ბოთს რო უჭერენ ხელს თუ ხრები კი არ მიცდია მაგრამ შემიძლია რომ აი ხო ხედავთ ისეთ რაღაცებს გევნებით მაინც არ ცადოთ ვარ კიდე არა ეს გახეთქვაზე ხვებია და იასორბატორი არის გაწევაზე მატარებლის ვაგონს რო ვამბობთ რამდენი ჩაბმული ვაგონია 7 ვაგონი 7 ვაგონი თვითონ ელმავალი რაც თვითონ პატა მოვისმინე 7 ვაგონი და თვითონ არ მესმის თორე მინდა რომ გავიგო რა არა რაც გეუნები 7 ვაგონს ეწევა იასონი და თვითონ ის ლოკომოტივი რაც არის ის 9-ზე მეც ვერ ხარ თეთა რა გავაკეთე ვაგონი მატარებლის დიდები ჩვეულებრივი სტანდარტულს გულისხმობ კი სხვადასხვა ტონაჟობის არის რა ხო იქნება ეგენი დიდია ესე იგი იმ დღეს ერთი ისტორია მინდა გავიხსენო იმ დღეს მატარებელს ველოდებოდით რა ველოდებოდით და დააგვიანა მატარებელმა შევზა რატო დააგვიანა და თურმე დენის ასულა და იასოს მოყავს ხაჟურიდან ჩამოვიდა და ხორცად დაგვიანე დენი რა კრას ადამიანი ისე შემოიასონ ახლა კიდე ერთი იდეა მინდა მოგაწოდოთ რა თუ არ შეიძლება გაიკეთებია კიდე ნიძლავზე ხო არ გაგიწევიათ რამე ალბათ მოიგებდით ყველაფერს ნიძლავზე არ მაქვს გაკეთებული არა ბიჟა რო ახსენეთ ბიჭებმა აბა იზავს თუ არაო რაღაც აი ესე მაინც თუ გიქნა აი პირველი რა გაწიეთ აი 06 ჟიგული და გზავრებიანად რაღაც არ ვიცი მარშრუტკა გავწიე პირველი ხალხი იჯდა შიგნით არა ხალხის გარეშე ხო ხალხის გარეშე თავიდან ხალხის გარეშე ჯობია თავიდან კი მე დავიწყე ხალხის ერთად გაწევები და ასე შემოდი ხო ესე იგი ჩამოვთვალეთ აგერ ცემენტის მანქანა კიდე თქვით და მეზობლებს თუ ეხმარებით ხოლმე რა კი ვეხმარები მეზობლებს ზოგს მაგალითად მოტორის ამოღებაში მანქანიდან როცა მანქანიდან მოტორის ამოღება უნდათ ანუ თან ვერ ეწვით და მიჭირეს რაღაც კი
ანუ მთხოვე რომ უნდა დამეხმაროთ და ასე შემდეგ. აკაია იასო რა შვები. არა საღამოს ბატორი მაქვს ამომე კი ბატონო. არ ის რო ეჩხუბება მაგალითად პროფილაქტიკაში რო ეჩხუბება პატრონი კაპუჩებული ბანკარის პატრონი ეს ბატორი კაცო გუში არ ესალა იასოს ბატორო რა იასო რა მოვიღე კიდე კაი იქნება ესა ბევრი სამეზობლო ხარ ისეთი ხშირი სოფელია მოსახლეობით თუ კი არის პატარა რაოდენობით არის მაგრამ ანუ იქ შეიძლება რომ სიტყვაზე ღმერთმა კარგად აცხოვროს ყვეთმა 100 წელი თუ ვინმე გარდაიცვალა კი ყოფილა შემთხვევა რომელიც დილას სამსახურში მივდიოდი ხო და აი ჩემი პირველი ნიჭერში გასვლა როცა იყო ავტობუსები რო გავწიე ორი ავტობუსი ჯამში 24 ტონის ტონაჟობის თელმა ხელვაჩამმა ჩემი სამეზობლომ იცოდა რა ხო და იყო შემთხვევა რომ დილას მივდიოდი სამსახურში და ჩემი მეზობელი აწყონოს ღმერთმა ხო გარდაიცვალა რა ხო და რომ დამინახეს ანუ გაუხარდი რა იმ დილას ვინმეც არ იყო რომ დახმარებოდა და რომ დამინახეს გაუხარდა და დედამის ეუბნება რომ აგე იასინობიძე არის ვაგონები რო გაწიაო და აგე შეგვასმენებინებსო და დამიძახეს ხო და ანუ სიკეთისთვისაც ვიყენებ ჩემ ძალებს რა მარტო წაიღე ხო და შევასმენეთ სახში რა ანუ მაგალითად ხო წერან მანქანებზე ვსაუბრობ და ჩავარდნილი მანქანაც მაგალითად ალბათ ყველა შეხვედრა თან თოვლია ზევი თან ეხლა მაშინ რა ქვია ზამთარში ბათუმში სერიოზული ამბავი იყო კი ყოფილა შემთხვევა სახში მივდიოდი ფეხით ეხლა დიდ თოვლიანობა რა მოგეხსენებათ ყველა იცით ბათუმში ხო და იყო შემთხვევა სახლისკენ მივდიოდი და მეზობელმა დამინახა და აი შეხო იამებიდან ამოყავს მანქანები ეხლა უნდა დამეხმარო და უნდა ამომიყვანო თოვლებიდანო რა და მაგაც შევძელი და მაგაც გადავარჯინე მაგაც ერთი სიკეთე მაქვს აკეთებული ამომიყვანე და გაუშვი სამსახურში დიდი კოვშიანი ტრაქტორი ჩავარდნილი ამოწიე გადა საინტერესოა და რაღაც კითხვა ჭამით ამაში აქვს მნიშვნელობა ენერგი ხორცი უნდა ჭამოავს თუ რაღაც კი ხო ჭამასაც აქვს მნიშვნელობა ენერგიასაც აქვს სამი ბატკანი არ მყოფნის შეგენაცვალე იმედია ნაკამი მოსული ხარ და უმრობის გარეშე ერთი ბატკას ჭამ არა ნამდვილად არა მაგრამ ნახევარ შევჭამ ნახევარ თუ მშიერი ხარ სამსახურშიო და სადმუშაო ჰა სადმუშაობ თუ საიდუმლო არა მუსლიმთა სამმართველოში აჰა იქ შენ მსგავსი რაღაც გავალია ძიმეების აწევა თუ რა თუ არა მე ლოჯისტიკის სამსახურში ვარ მაგრამ იგივეა იგივეა ყო რამე გაუფუჭდებათ მე მირეგამენ მაინც გენაცვალე ლოჯისტიკის სამსახურშია ნო საინტერესოა ესე იგი იასონ შენ გვარში თუ იყო წინაპრებში ასეთი ვინმე და მემკვიდრეობითი თუა ეს კი ჩემ გვარში იყო ბაბუაჩემის мама ალბათ ხარებს ეწეოდა ძალიან ძლიერი პიროვნება იყო ყველა იცნობს ყველა მიცის ანუ მის ხეობაში მაშინ არ იყო ეს ავტომობილები და ხარებს ჭამდა თქვა და წევდა და რაღაც კი ანუ მე რო დავიბადე ჩემ ბებიაჩემს და ბაბუაჩემს უთქვამს რომ ანუ ისკენდერი ერქვა იმ ბაბუაჩემის მამას რომელიც რომ ძლიერი იყო და ანუ ისკენდერის მსგავსი ადამიანი დაიბადაო ანუ ჩემზე ეთქობა ფიზიკურად იბატო შვენიერი და გადასარევი ესე იგი ჩემო პაზა რა მინდა რომ ვთქვა მე ვიცი რომ იასონ მატონი მარტო არ მობრძანებულა დღეს და თავის შვილებთან ერთად არის მოსული და ვიცი რომ ასეთ სიტუაციებში იგივე ნიჭიერის კასტინგები იყო ეს თუ ნახე. სულ მამასთან ერთად არის. აბარა. ხო და მე მგონი დღესაც უპრიანი იქნება რომ თავის მამასთან შემოვიდნენ ეხლა რა. იასო, რა ქვია თუ ვაშკაცებს? ალი და სელიმი. ალი და სელიმი სტუდიაში გთხოვთ, აპლოდისმენტები. აგე რა, შეგენაცვალე. ერთი აქედან ჩამოუჯექით მამას, მეორე იქიდან. შეგენაცვალე მე. შეგენაცვალე. არა, შვილო, არის საჭირო. აი ხა.
მამაზე უფრო ამას და ჩამოუჯექით აი მამას საკეთიკიდან. აბა ბიჭებო ეწევით თქვენს რამეს დაიწყეთ უკვე რამის გაკაჩვა. ჯერ არა მომავალში. პატარა რაღაცა მაინც არა არ გიცდიათ? აგენი ეჯახებიან, რაგბისტები არიან, რაგბში თამაშობენ. როთაშორის კარგი მონაცემები აქვს, ძალიან მაგრად თამაშობს. ო, დარწმუნებული ვარო, ჯერ მაგრები ყავს რაგბში ჩვენი ბიჭები წარმატება და ესენი თუ შეუერთდებიან და შეუერთდებიან, საერთოდ დაიღუპა ყველა ჩვენი აკლა რო კითხე გაწევა თუ გაგიწევიათ რამეო ჯერ აერნაღლეო მამაკავთ იმნაირი არ ჭირდება თივგე ზაფრის გაწევა და ჩემ შემთხვევაში მე ვეკაჩები აგენი ეჯახებიან. ბიჭებო, აბა გითხარით გულშემატკივროთ მამას? კი, არა. ესე იგი კაია უკვე ფინალშია. თან აი უპრეცედენტო შემთხვევაა კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა რომ ყოველთვის მსგავსი ერთადერთია ნიჭიერი, მაგრამ ესეთი დიდ შოუებში ყოველთვის როცა რამე თამაშდება ძვირადღირებული ბინები ერთია ხოლმე და ჩვენი არაჩვეულებრივი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ორი ბინა თამაშდება და ძალიან ბევრი შანსი გაქვთ ამისთვის. მე არ ვიცი სად არის ტერიტორიულად ეს ბინა, ხო არ გახსოვთ? არ მახსოვს ნამდვილად. ნუ სადაც არ უნდა იყოს, სადაც გინდა გადადგავ. დიღომშია ვაკეში გადადგავ. ვაკეშია იქ ბათუმში ჩადგავ. რა პრობლემაა? მე იმედი მაქვს რომ ერთ ბინას იასონ ბატონი აუცილებლად მოიგებს. რა იმნაირი ოჯახი ვაი წაართვებს ვიღაცა გამოგლიჯა ხელიდან მომ. მოკლედ, ჩემო იასონ, ჩემო ბიჭებო ჩვენ წარმატების გარდა მართლა არაფერი და რა ვიცი იქნება ასე და ეს თქვენი შესაძლებლობა თუ გამოგადგებათ იმისთვის რომ ამ ორი ბინიდან ერთ-ერთი მაინც გახდეს თქვენი მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერებას მოგვანიჭებს ჩვენ არაფერს მაგრამ მე ახლა ისე ხო ვერ გაგიშვებთ აქედან იმდენი რამე ჩამოთვალეთ თქვენ რომ გაგიწევიათ წაგიღიათ დაგიშლიათ რა ვიცი რა უნდა გავაკეთო ხა ვფიქრობ ისეთი რომ ჩვენ მაყურებელს ჩვენ ყავს არაჩვეულებრივი ქსოვრელები ხო გიყვართ ქსოვრელები კი ხო უსმენთ რა თქმა უნდა სპოტაშოვის თქვენ გადაცემას უსმენთ და ვუყურებ ყოველთვის იქა თქვენთან აპლოდისმენტები ეს შუახევი ხო ხელვაჩაური მოვიკითხოთ ხელვაჩაური აქედან აბა თქვენი თვითმომართ და ბინა უნდა მოიგოს იცოდეთ და ყველას ვისაც მოგწოთ მსგავსი ამბები ისა თუ არა ჩამოვა და მაინც მე ხო და იცი რა აი წარმოგიდგენია ხო არ მღერი შენ სიმღერით არა ცოტას მაინც ცოტა შეიძლება არ გინდა დალევა შეგიძლია დალევა არ დააძალებ ახლა რაც არ უნდა თუ დააძალებ არ ვაძალე არა ხო შეიძლება კაც თავის გულის ჭია აქვს და ქსოვრელები აქ არიან და რამე სიმღერის ერთი პატარა ნაწყვეტი შეიძლება რომ უნდოდეს და ხო არ გინდა თქო რომ არა სიმღერით ვერ მიმღერა მაშინ არა მაინც მოგვეწონებოდა ჩვენ მაგრამ რა კი ბატონო ახლა кайხასეცე როგორ არის იმღერება არ არცენობს რო არის იმღერო მაგრამ კარგი ხა ვერ დაგაძალებ ძალიანაც რომ მინდოდეს მაგრამ მოდი ახლა მე ესეთ რაღაცას გთავაზობ აი გოგი ადექი ერთ წუთს ფეხში შემოგელოს ჩემი თავი თავისი გარმონით რას უნდა იწონიდეს გოგი ახლა კი ცემენტის ქარხანა გადავწიეო და გოგია რა პატ ერთი წუთი შენ წამოდექი ფეხზე თუ შეიძლება აი ეს ეხლა მადლობა ეს ორი ადამიანი რამდენი კილო შეიძლება იყოს თავის ინსტრუმენტებით ორივე ერთად ვთქვათ 150 კილო ორივე ერთად ორივე ნუ კლარნეტი არ იწონის ახლა მე რას გთავაზობ პიციას მოდი ესენი აიყვანე ხელში და ბიჭები ისე დავამთავროთ დღევანი გადაცემა დაუკრავენ რამეს ყველასთან და რა ვიცი იქნება გამოგვივიდეს და ვნახოთ აბა რა იქნება კი ბატონო კი თან თვითონაც ასე არიან უკვე მიწაზე აღარ უკრავენ ისე სუაერში არიანო ხო მართალი ხარ იძახიან რომ იმას რა ქვია კონცერტები აქვს სუაერში არიან და კი ბატონო არიან და ჰაგერ ეხლაც აგერ შეძლებს იას რანაირად არ გადაყარო ოღონდ ჭირდება ეს კარგი მოდი აბა ნახოთ აბა რა გამოვა
დავაი. არაფერი დამიზიანო. წამოდი დიდო ვორჩები ახლა კვანტიკურუცა თუ რას ეძახით თქვენებურათა მოგესალმებით ხალხო მიესალმე ხალხს ხო გევერთე ნავეტანი შეღოლა ის მუსიკა ვიო ავადვენაცვალე თქვენგენაცვალე მაგვარაღი ეძღნობიში მუსიკა კი არა გითხარი მე შენა ჩაწევის წინა 3 ლიტრაზე მეტი არ დალიოთხო და ხოერ შაგაგნებინე შენ ის რასიზახ შემოძაბია დილიტრო სამსამი ვადაკეთ ის ჭაჭა საუზვეზე იგიცვერე წვეთ არ შევსლებია სამსამია ეს აი მოდელა ერთი ჭიქა ხა გამაგიჯებს შენ მანაში რა გინდა ჩენა და გოგიასა აი მითხარი გაიხედე როგორ აზიქრა და პირიქით გარმოს უჭირავ მე მგონი ნუ ის ჩვენზე ამბობს გოგი ესი ო შენ მანაში ვიო ო ჩენ მანაში რა გინდოდა შენ მანაში რა გვიდოდა და ო აგვაცალე ბიჭო რა გვიდოდა შენ მანაში და გამეიღე ბიჭო ხმა გოგია და რაც შამებეშველე რა გვიდოდა მიყოიეს მანაში შეგეძები მერიყურებ იმას ვაფშე არ ახსოვს ბიჭო მე მარანი მაიჭო რა გვინდოდა შენ მარანში და რა გვინდოდა და მიხო ბიჭო ხბოვაიგო ჩვენ მაგროფონო არ გახსენდა შენ ვაზრო ხბოვაიგო მე მარანში რა უნდა ხბოსაბა ეხლა მითხარი დაიცე შენა ფაქტიურად არაფერი აღვნიშნე დავლოცეთ ხო აჰა ხო აი 300-იანი ქვევრი მოუხდიათ ბიჭო შარშანდელი გამზეთ ხაბატონო მე ბაიცაკეთ გადმოვიცე ეგი მო ერთს აიქა ეს აგეიქ მეორეს კამზევე გაიგესება შენ არი მიდა ახლა მაგაზე ლაპარაკი თქვენ შემისებო იქ მოხდილი ქვევრი არისო იქა გოგიას ბრალია მე ვალაფერი რა ერია მასვიო გოგი ეგ არის ჩვენი ძმაკაცობა უნდა დაგიგლიჯო ეგ გარმონი ერთხელ და ვნახოთ ერთი არის თუ არა საწყენი რაც მომიჯექი აქ ქვევრი ვითო მე გარჩი კაცო როგორ აიწყა ვინ დაიწყე მიმოხილვა 300-იანი ქვევრი რომ აკელი სად გადავიღო უნდა ამიძმარდეს იმოდენა ღვინო ჰა დამლევები მაინც იყო თქვენშობე ძაღლობო გედინმა ის ვიყოფილა დავიწყებ სამია შენ არ მივხედავ აგერ ეცა თუ გავასტორე ფოკუსი ვადანა რაგინა გილოცავთ რას მილოცავ ისლანდიაში აღინიშნება ეკლერის დღე ეგეც ხო აქ არ აღნიშნეთ რა უყო მარანში ჰა რა ეკლერი სხვადასხვის ვახსენეთ მაგის ხო და რაფერიზას ვიყოფილია თურმე იქა და გეტყვი ახლა შენ ბავშვები დასხდებიან მაგიდის გარშემო ასე უჭიროთ ფერადი ჯოხები ხელში და უბრახურებენ მაგიდას არიქა ეკლერები მოგვიდანეთ ხო ეგრე მაგ მეცა ხაშლამიტრი აუ მაგიდას კი არ უბრახური კეთილები ჩამოთვლა იცი რო და აგვიანებს მაგით ხო გაიხსენი ნებისმიერი თამაშობანი ხო ეხლა ეგ ასწავლე ეხლა ისლანდიელ ბალღებს უზნეობა
რეებს აიყვებით კაცო რა. რა გინდა შიშუბე ძაღლო შენა აღნიშნო ჩვენც აეკლერი დღე ვინ დაგიშალა ეკლერი და შუ გამოცხობა და ჭრელი ჯოხები ბრახური ჩვენზე იყო რა პრობლემა რა უნდა მაგას ეკლერი სიფცალია ეხლა მე რეებს ელაპარაკ. მოგეხმარები მე შემოდაია რა ვაგიარ მეძარება კვერცხის ათქვეფა ვიცი ვის გედეირი კიდე გადარება უნდა ბიჭო ამასა გაანებე თავი ეკლერი არა ეხლა ისა კიდე რუ აღნიშნო ჩვენცა ეკლერი დღე ოთ ეკლერი ნუ იქნება არ არის პრობლემა გაიმწვადი შავწვად ღვინო უკვე მოგიხდიათ ეკლერობა დღესა ხანხო კილოცანტკე კეიფობ დღესა ამინდომი საკრაიგელი აუ ხარ ნოტაზე გადავიდე შემდეგ თემაზე დაიწყებს მიხო მე ვიწყე ნო რას ვიწყე ჯო ამერიკაზე ნო კერძოთა კიდე ვირჯინიის შტატშიო მიჩიგრალის გეძია ეგ რას ვიწყე არ ვიცი ქათმებსა დღის 4 საათიდანო დილი 8 საათამდე კვერცხი დადება ეკძალებათო ეკავა შომპოსაიტრიანი გამარობა უნდა რა უნდა მე ისე ეკძალებათ რა ფერგებულებენ როდის და რომელ საათზე დადუა ეგა ძალიან მარტივად. კვერცხებს ზეთხუ აწერია ხოლმე თარიღი და მათ. ამაი დაალევინეთ რა მე თუ როგორ ამის საქმე შენა და გოგიამ ჩაც კაბინეტ ბიჭო რა ჩამაც კაბინეტს მაღაზიის კვერცხებს ხო აწერია და ეგება და ვირჯინიიდან არის ის კვერცხები აბა მე რა ვიცი ეხლა აწერია აი მე კარგი ეგრე იყო შარ გავამწოვებ ეხლა ეგ და თოთხული მაგდერვე ხო და კაი ამხედია კე ხო და ვირჯინიელი ქათმები არიან გაგიჟებული თორმე რაო კვერცხის დებას რო გვიკრძალავთო საათის როვა ის გასავლეთ ოჯახდაქცეულობო მართალი არავინ არ იცავს მაგ ქათმების უფლებებს აბა ჩემი ქოჩორა კლაუდია და რომბინა როცა უნდა მაშინა ედებენ განა მე უწესე კაცო მაგათ საათებს ადადებენ და გაადენენ ყაფაშა ჩახოხვილში არავინ ეხლა მაგათ დაუწყებო და მამხედია კე რო დაუბრუნდეთ თემას ესე იგი ვირჯინიის შტატის ქათმებს დილის 4-დან 8-მდე რა კვერცხი აქვს მომდგარი და კისერზე დაჯახი კარგი ხოდა ის თავარო შავაჯა მოდარ ეს ჯუჯუმე გავაკეთოთ მივდივარ დასკვნამდე რომა ვირჯინიის შტატში კაი მე ყოფილი კაი ეხლა გინდა თუდა დეგძელი გინდა მოკლე ეგრეა და რა დიდი მოიწყე შემდეგი თემა კარგი ეხლა ქათმებზე მაყურებინე კიდე რა ესე იგიო ეგეთი მაკრო ოი ბოდიში გამიგრძელდა უცადი კარგი დიდი ესე იგი რა მოხდა მიხო დაიცა აბავო ხელების გამო პაციენტმა ექიმს მიაკითხაო და რენტგენშიო გამოჩნდაო რომ ფილტვებში პატარა ნაძვისხე ქონდა ამოსულიო ამ პაციენტსაო რაიო კაცო ეგრესერია აშკარად არა დალეულია გეუნები ამას რა მოკკლებ თქვენა გოგი რა თასმევთ ბიჭო აბა თან ცოტას კი არასვა 8 თვიანი პახმელია იცაბა ეიცა მართლა წერია ბიჭო რა ქნა სამქალმა ხავი და აბრალა ეს 305-ია რა წერია რომ მაგის გარდაიო შეხედე საწყას თირნველში კეჭები ქონია ნაღველში ქვები მუხლებში მარილები და ფილმში ნაძვი უგაკეთო თქვი დედამო ბოჯო ხარაგაული პარკი ყოფილა მუბედურში მთლიანათა მაგიდები კაცო გეურები გლების არ მოდენ იქ რაღაც ხაბარა ვერ დაფიქსირა რადგან მეტყო ჩხარიო გელი გარეული იგადარეულა თავიდან პაციენტი რეებს იძახი შენ ეკიმო კერეიო იბა პაციენტ ზუდგერა იბა ზუგია კიდე რა მაგ შეგაგდა თან ნაძვის ხეიო შიგო აი კარგიო ჯერა ისე მეორე ფილმზეც რო ქონოდა ნაძვი გავაბამ და ჰამახსა და გამოწებოდა რა ჯობია სუფთა აი დასვენება მაგით რა მე ექიმს რა უთქვია უბედური ხო ექიმმა რა უთხრა და ბეტზე ხარო გადარჩენილიო ეგაო რო ცაცხიო ანაო მუხა ყოფილიყო და ამამეჭრაო შენც დაგიჭირდნენო და აი ხა
და ჯერა პატარაო ენაძის გაიგეჟო ვერ მიუდგები ხო ფილტელია სახაცო ჩამაიარეო თუ მაინც ვერ ამოგიღებ მოგირთან დაიარე აგე გაკიზდება კაცი ვიო გაკიზდება მაგინე დავატი მიდი ჯიტოვიჩი გადადი მიდი შემდეგ თემაზე გადავალ კაბრი ნაპოტი არა აი ძარამჯერა ენიუსი და რა ვქენ არა ნაძი უსაურია ჰა გომიდი დიახური ოღრაღუში ეზარდა რა შეგერე კაი შემდეგი ცოტა უზნელობა კი არა რა ვიცი წავიკითხო ის დავკრა რახანა წერია უნდა წაიკითხო მაშინ მარო მიდი გადიშენა რა მაშ გადი ასედაც არ გავა მე ჩემი აზრი ხო უნდა გამოვთქვა რაცო გადი ახ ბიჯო დალეული აქ მეთქი და მიდი კარგი აი ზავიო ვკითხულობ მიდი თურქეთში დააკავეს ცნობილი მოდელი აჰა რომელიც აცხადებდა რომ 12 საათის მანძილზე 1000 მამაკაცთან გეგმაო სექსუალურ ურთიერთობასაო რეკორდის დამყარების მიზნით ეს მოდელი კი არა ხო მოკვდებოდა შუბელძაღლი ვაიო მე რეიტყვიან რა მოკლავდა რეკორდის დამყარებამ შეიწირა აბა ოიმე გაოხრებული ხალია გაოხრებული არა სუეგ იყო შენი კომენტარი ჯერჯერობით ხო ხოლა გეტყვი აგერ პოლიცია რო იჭერდა თურმე ეს ხალი ეხვეწებოდა მარტო ხელმორკილებს რომ ადებთო თან გამტყიბეთ გეხვეწებოდა ნახე მოდელი ხალი ფოტო მეცა გამახსენდა ჰიდი სიამოვნებით მივახმარებოდი რეკორდი დამყარებაში მაგასა რა სიტყვი შედა ჩიტო ამას უღურე შენ აი ამას უღურე კარგი ხალბატონო მარია დაწყა სპორტული ინტერესის გამო აიო შეგერაცოლე თორე მაგასი კადრებს შევიხო ან მე ან ბიჭები ან ოპერატორები ან ხარო ხარი არ ვიცი რისი ინტერესის გამო არ ვიცი გაარყმნილი კაცები ხართ თქვენ აეგ ვიცი კარგი ხანო დაწყნადი იუმორისტული შოუა ესა ვიხურეთ ბიჯოი რა იყო რა მოგივიდა არ ვიცი მე თქვენი იუმორები წავედი ახლა მე და ხმა აღარ გამწი იუმორები არა ნივრები წადი იაკჭამი შეძაი მიხედე ვახშავსა რა დესალაპარაკო ხუმრობა არაფერსაც არ მივხედა. აი მე კარგი ხალხი. ო, აი ეგრე. წავედი მე დედა ჩემთან. მამა შეთანაც წადი, მაინახული წლები არ მომინახულე ხო. არა შეგაცები. გეუნება იქაც. ნერვე. რა გიგა ვიჯი რა გააჩერე მაინა შენ პირში არ არის ვიო. ვერ არის კარგად საქმე შემოძამია. რა თავითო ბრაო. რა და დავში ვახშვის გარე შენ დააგრა ფეხები და დედა ჩემთან. მაგ ჭკუაზე ვარ ახლა მე, აგე. უქრომზიაი კაფე არის შენა. რა სკი არ ვიცი შეგაცო. მაგაბეც ვიცი და ქალბატონი უქრომზია. რავა შეუკვეთოთ რა მე ვიტანით. მარა მოვა და დაიტრიალდება. მაგარია იგა. წინაზე რო იქეიფით მაგასთან აკაფეში ხო გახსოვს? რას ლაპარაკობს რო? არც ბრუმარილია შეიძლება მაგალს და არც სიმღერადაც ეკვათა მაშინ. არა ნახოთ მანამდე ჩვენ მაყურებელსა ის სიმღერა მაგასთან რომ მოვცხეთ აპა რა უნდა ვქნათ ვიო მაგარი კი გამოიდა მე დავცხოთ რა თუ რა ხამდე ლაპარაკი და ის მოგლეთ მე შენა და უქრომზია ის სიმღერა მოგლეთ არის ხალი შემიყვარდა დაში გულში ჩამივარდა მასტურად რომ გამიღიმა უცებ თავში ამივარდა გონი ჭუიდან გადავალ მაგის გარდა ვერ საწავალ ჩემი გულიც გადარია გამამიტანა განაჩენი უარით რო გამისტუმროი აღარ მინდა არაფერი ნეტა ერთი
მაკოცნინოი მერე იყოი დანარჩენი მერე იყოი დანარჩენი მერე იყოი დანარჩენი თქვენ ხომ არ უბერამთ რას მღერი მოკლე კაბა დაინახეთ აიცედით დაპირებებ ვისმენ გულისუხს რადგან ისე არ აწვიმს როგორც ქუხს დასვენება მინდა ნიცაზე უკეთესი ქმარი მინდა წინაზე მოდი ახლა შამეშვით თორე მინანე არაფერი გამოგივაც დაგვიანე ჩემი ცხოვრება შეცვალე ხიდი დარჩი გამიცვალე როცა კალის გული მომკლავს აღარ მინდა არაფერი თუ არ გინდა წადი შენი სხვასაც აგბროლი ყელი მოკლე კაბაც ალისფერი ეხლა ზედმეტები მოგდით გაგიჭედამ ერთხელაო უიმე სალიფეხი შენ ხელა მაქვს მეორე კი შენ ხელაო დეგეცად მე შენო ეხლა მიგვანტოვო ორივე იტაგვერხევაო დაიცა გოგო საათი მიყვარე ეგველა მარიგო შენი ბრალია გიხარი რა ეგრე უთხარი მეტი არა წეინო ზია და იზღა დაგვრჩენია რომ სტუმარი წარმოგიდგენია თარა სტუმარი რა სტუმარი ადამიანი რეიტინგი კი ბატონო ადამიანი სკანდალი ადამიანი ფილარმონია ეთანხმები თქვენი აპლოდისმენტების ბონზე გია სურამელაშვილი შემოიტანა სიგიჟე რასაც ხალისი ღერულება ახმარებით ჩვენი ბიჭების ოპანა ტაშიბი ჩვენ ბიჭებს დიდი მადლობა უღრმეს გადასარევი ესე იგი ზუსტად იციან სად რა როგორ უნდა ქნან და სხვათა შორის შენ ძალიან რამდენი ხანია ნიკუშ რაც იყო ჩვენთან გია რა ისო ერთი თვე ალბათ ორი არა 4 თვია მართლა 4 თვის უკან გახლდათ ჩვენთან ბატონი გია ხო და ახალ წელს ხო უფრო გაახალგაზრდავებული ხარ რა ვცდილობ ვერ გავიგე გიასურამელაში ხარ თუ ბენჟამენ ბატონი რა არის ახალგაზრდავდები და ახალგაზრდავდები აბა თქვენ როგორ ხართ ჩვენ ბერდებით და ბერდებით და რა ვარ თუქიას იხართ მარწყებივით შენ ისეთი ხალისი შემოგაგ ჩემოგია ისეთი აურა გაქვს რიგიდან მოვდივარ რაც არ უნდა დენაცა საიდანო რა თქვა პენსიის რიგიდან მოვდივარ კარგია სხვათა შორის მოა აგენიშნა პენსია კი სხვათა შორის ეხა გული არ გამიჩერო ჩემზე მეტი გაქვს პენსია სხვათა შორის მაღალმთიანებს ვინ ცხოვრობს იმას მეტია მართლა ხო კი მე ხო და ავიშენე სახლი ხა საგურამოში და გადავალ იქ რა არ დამინიშნონ ზუსტად საგურამოში სახლში შენებ და კიდე პენსია გინა საქმე აბა არ მინდა გაჭა აბა რა ზეგენაცვალ სად მუშაობ მალადეს გინაცვალე შენ რამდენი საათია სახლში ხო ისე აბა შოუ ბიზნესი აქ აღარაა და სად ვიმუშაო აზზე არა იცი რა მინდა ისა ნიკუს სანამ დავიწყებთ რომ შემოხვედი ძალიან მაგარი კეპი გეხურა თავზე რა და იცი ეს რაღაც ლოგო რისია და რაღაც მე ახლა ხან გავიგე ეგ მაგრამ თვითონ ფეხბურთი ეგეცა საჩუქარიო და მე რა ვიცი მე თქვი აბა ან ბეჭედს მოიხსნის ან რაღაცას
თურმე არა ძირფასია შერთის ერთ-ერთი რა თქმა უნდა და გია სურამელაშვილი რო საქართველოს ნაკრებს გაუკეთებს რეკლამას ისე ვინ გაუკეთებს შეგენაცვალო და მაინც საჩუქარი აღმოჩნდა ყველა გაგიჟდა აბე ყველაზე მაგარი საჩუქარიაო და პირველად სხვათა შორის ქუდი თორესუ ოქრო ბრილიანტი რაღაცა მანქანა სხვათა შორის მე ისე გამიხარდა რომ მითხრეს რომ ის არა ქვია მეთქი რა კაია ესეთი გულშემატკივარი პირველად გავიგე ფეხბურთზე თურმე საერთოდ არა მე ისე არა ვარ მაინდა-მაინც მაგრამ და ჩემს უყარა ჩემს შვილს უყვას ნუგოს უყვას ფეხბურთი და ხო და 1-2 უკვე პასი რომ მოგაწოდეს მე ვიხდი რომ რაღაცაში არის საქმე და თურმე კეპის ამ ნუგას ვაჩუქებ ალბათ ის ხო იცი შენ რომ ძალიან დიდ წარმატებას აღწევენ ჩვენი ნაკრების ბიჭები ძალიან მიხარია კიდევ უფრო მეტი წარმატება უსურო ჩვენ ბიჭებს ოქროები ხართ გამარჯვება ბიჭებო გია სახსებს საუბრობდით ბარემ კარგია კაცო ეს მე მეგონა რომ დაიწყე საუბარი ახალი სიმღერა ჩავწერო თურმე სახს ელაპარაკოს კაცო ხო და ავედი დედა აფეთქებული ამერიკაში მე ვთქვი 1-2 კაპკი სახს რამდენი რამე უნდა ხო შეგენაცვალე მაინც სახს თუ იშენებ და აშენებ 5 იმდენი 5 აღარ დამთავ და აგერ რემონტს ვერ ვაკეთებ რა ვიცი ხალხო ეხა არა მოჭრათ თუ გიყვარვარ კომპანიები რა ვიცი კი გიყვარვართ ყველას და რაღაცა და სამშენებლო კომპანიამ რომ იქნებ რემონტი გამიკეთოს და არ არის შოუ-ბიზნესი აღარ მაქვს ეს ფულები დავიღალე ზა თუ არ გეჩქარება დავაარსებ ხვალ და რაღაცას ხოდა რა მაინტერესებდა რომ მეკითხა ახლა სახს რაღაც აშენებ არა თანო გლიჯა რო ავაშენე რემონტია საჭირო ანუ ხელოსნები ხო ყავს თუ ხო ყავს არა რემონტი არ დამიწყია აბა ორი ბლოკი უდევს ასე ორი აბა კომპანია არ არის მართლა არ ვღადაობ 110-ია და 400-ია ეზო და რა ვიცი აბა კომპანიები შემეხმი 110 და 4 როგორ ყველაფერი არეულ და რეული რატო 110-ია სახლი მე რომ ეყოფა ისეთი და ეზო არის 400 და რა ვიცი აბა შევესიოთ თუ არა და რაც მიკეთებს გოგია თუ გამოჩნდა კომპანია კარგია თუ გამოჩნდა თუ არა შევესევით აგერ ბიჭები რა მეტი კომპანია რა გინდა მუშახელი აგერ გიზივარ მაგრამ გია შენ იქნები ერთადერთი ადამიანი მე რო ვაკვირდები ახლა რომ ხელოსნები ხო ყველას გვიძლიან ნერვებს რემონტი ყველა რემონტი შვილები ვართ ახლა ხანდახანდა რაღაც მაგრამ იქით რომ მოუშლი ნერვებს ხელოსი მაგას ეგ მაყურებინა იმათ რომ რამესავალებ ვაიმე ძალიან თუ არ გინდათ რომ მე ციხეში მიხილოთ მეუნებიან ეხა ჩემი მეგობრებიც ვაკაცები ისე კაცო შენ არ ინერვიულო კაცო შენ პროსტა გადაწყვიტე ჩვენ ვიზავთ ყველაფერს მაგამ ხო არა ეგ ერთადერთი შემთხვევაა სადაც შემეცოდა ხელოსნები მართლა გიას ხელში ხელოსი ოჩახში რა რეკლამას ეკეთები მაგრამ კაი ბიჭი ხარ რა ჩვენ ნერვებია რა ვაჭმევ ასმე აბა რა აკეთონ კაცო საკ ანუ მოკლედ გადაწყვიტე გარე გადახვიდე ხო რა ვიცი მამიკო დღეს მოვდიოდი და 5 საათი მოვდივარ გზაში ზები ანუ რა ხდებოდა რა ვქენი ეხლა მოდი გია ეხლა იმა თუ არ ჩაუშხამო მეთქი იმიტომ რომ უკვე ნერვება ამას ხალბათ ამან ეხლა ამას ეხლა არქიოს კლიმაქსმა უგაიგე მანქანაშია და რა ქნას უკვე და აქედან იქიდან გიო აქედან იქიდან მარშრუტკები აქედან ავტობუსი რაღაცა ის ვქენი მოდი ეხლა დავაიხ გია მოდი ვითომ პრეზიდენტი ხა მეთქი და გაიხარე გენაცვალე ამასობაში მომაფრიალა აქანა მეორეთ რომ მოყოლ სტურად უკვე მას კაბრიოლეტს გამოგიზავრთ უფრო მარტივია წამოდგები ფეხზე და ოკეი დავიკეთე საზორგარეთ ხშირად ხარ ხოლმე ხო თუ აღარც დადიხარ კი როგორ არა მაგრამ რაცხა ძალიან რა ჩამოგვიკლეს ისრაელში ჰონორალები ისრაელი ისეთი დღეა უკვე ისეთი ამბავი ხდება რომ რამის აქეთ მე ხორცლებს აქეთ გადაუგზავნო ფული ყველა ტირის ყველა ისა გამოდის მარტო მე არ ვტირი ვარ დედა აფეთქებული რა ვიცი და აი გადავწყვიტე რომ მე ვაგზავნო აქეთ ხორცლებში ფული რა და მივიდე თან სტუმრად თან უმღერო და თან ფულიც მივწე საქართველოში რატო აღარ ატარებ კონცერტს რა იცი რა არის ღერი ვარ როგორ არ ღერი ვარ ეხა დიდი კონცერტებს ცოტა ფილარმონიასთან მამობ მე იმ დღეს ჩამოვიარე მაგრამ და ამასობაში დღეს ხვალ თუ გინდა ვარსკვლავის გახსნაზე დღეს ხვალ მე წავედი დავჭი ამერიკაში 6 თვე
ხო და ეხლა მინდოდა ვაპირებდი და მე მგონი ეხლა იკეტება რემონტზეო ფილარმონი. ხო, იმ დღეს ჩამოვიარე ფილარმონიას და სხვათა შორის და ეს მუზა რო დგას ასე ქონდა ხელი. ხო და თურმე გიამიდის წინ სანახარ შენ ეგ მუზა რა ვიცი, რაც თავი მაქვს ეგრე დგას. ან არ ბერდება, ან რა. და ახლა მორჩები საგურამოში სახს და ტკეცე სახლის წინ ვარსკვლავი. ეგა თქვი შენ, საგურამოს წინ შესასვლელში. იქვე თან 20 ლარიანის იმას დავდებ იქ. რა, შეგრებული მას გავიყვანო, ყველა შემსვლელი საგურამოში 20 ლარი უნდა ჩააგდოს. მიხტი? იქვე რესტორანსაც გავხსნი. ამ პრობლემებში და საცობში რო აღარ ვიარო და სახლი, რესტორანი და მთელი ცხოვრება. თან გლიჯე სოლო კონცერტი იქვე საცობი მე ნახე შენ. კი, ეგმა გააზრებული, თუ გადავალ იქ საცხოვრებლად, იქვე რესტორანი, ჩემი. შენ არ ვიცი ახლა რა თქმა უნდა არ ხუმრობ, მაგრამ ადრეც ვთქვი და რა ვიცი, გიას ვინ არის ყველა დამემოწმება გიას რო ანშლაგები და გლეჯვა იყო ამის კონცერტებზე რა ვიცი ხა მე მართლა არც მახსენდება რა ესეთი რაც მე ფული ვიშო კარგია მაინც ეს twin-ი მქონოდა ეშკუა რა მინდა ეს ხელოსნების აყურადღება ხომ ახლა კი არა ადრე იყო ადრე ეხლა არა ხო არ ვწდები ვერტალიოტით შენ დაფრინა ვერტალიოტითაც კი კონცერტებზე რა ვიცი მეორე კიდე ვინმე გახსენდებათ რომ ვერტალიოტით და მე მახსოვს კაცო გიას კონცერტი ქუთაისში გიას კონცერტზე ამავე იყო ეს მეორედ მოსწო დღეში 3 კონცერტი ქუთაისი ბათუმი თელავს ახსოვს რას ქვია კაცო მეც ვიყავი ხოლმე დარბაზში მოკლედ ეხლა უნდა გადავიდეთ ჩვენ პრემიერაზე ეხლა გლიცინი გასაგე რა ახალი ამბავი ხო არ გადაგხდა მანამდე ისეთი რომ მოყოლადღიდეს არავის ან ანეკდოტი ხო არ გაგიგია რამე სულ ანეკდოტი არა რაღაცებს ამوارტყავ ხოლმე ისეთებს არა კიდე ერთხელ რომ მოვალ მე მოვიფიქრებ უკვე ხო მოკლედ ესე იგი დღეს ორი პრემიერა არის ერთი სახლის პრემიერა უკვე ვისაუბრეთ სახლის პრემიერაზე წარენა მე როგორ გეკადრება ჩემო გიან აი სახლის პრეზენტაცია რო გეკნება იქ რომ მოვალთ ხელდამშვენებული მე ვინ დაგპატიჟებს მე ამ 2-3 თვეში ისრაელში რო აღმოჩნდებით ყველა ერთად იქ გაგირჩევ დანარჩენ საქმეს კაი იქ ვილაპარაკ პირზე რო ვიცხოვრებთ სასტიკში აი ჩაგახჭობ მე უნდა ახლა მითხარი ვისი გორის ხარ შენ გავიდე ჯერ იქ ხო, კარგი, გადავიდეთ, ახლა არ გვიდა ჩხუბი და კაბაკი. ჩვენმა შაბის სიმღერა ყველა ძალიან გვიყვარს. სახუმარო ცოტა ისე ჩავწერე და რა ვიცი ხო. ანუ მაინც გამონახე შოუ ბიზნესში არ არისო, მაგრამ 마ინც არეპუები და მაინც აკეთებ ამბავს. რა თქმა უნდა. ყველა შენი ნამარხი არ მოიწება, რომ უამრავა ხალხს უყვარვარ. ეხლა ამ ხალხის შვილებს შეუყვარდი, შვილიშვილებს შეუყვარდი, დადიან კონცერტზე ახალ თაობას და რა ვიცი, ვცდილობ რაღაცა მაინც პატარა შოუ ელემენტები, რაღაცა ტაშიტუში ყველას უყვარს, სიმღერასაც ტუშები დავარქვი, რა ვიცი. ვითომ არევასება და ანჩუმად მისმენენ, ან მანქანებში მისმენენ, ან ბოღმაზე რო არიან, მაშინ არ როცა ტირიან, მაშინ მისმენენ, არ როცა კეიფობენ, ან კიდე ლოგიში რო წარან, მაშინ. ყველავარიან. კი ბატონო. გამოსავალიან. და მოდი ლოგიშიც მისმენენ, ხო. ხო, ეს არ ვიცი მე. ხო. ყოველ შემთხვევაში რადგან ამბობ რაღაცეები იცი. რა ვიცი, ერთმა ჩემო დაქალმა მითხრა, ჩემი ქმარი ხანდახან გისმეს ლოგინშიო. იმან მითხრა, ჩემი ცოლი გისმეს ლოგინშიო და ალბათ პერერივზე ალბათ რა. ეს ვერებიოს კაიას ლოგინსა და გიას რომელაშო ყავს პაუზაზე დაგანებული. სად და ეგეა. ტუალეტში. სად. და ხო შენ ის სიმღერები გაქვს დაბალანსებული ტემპითაც იმითაც აი ამას მივასიკვდილე ცუდად გადამეკიდა დღეს როგორ გაუცინე წე როგორ გაუღვიმე შენ გენაცვალე მეთქი როგორ ხარ მე და შენ არ ამდენი ხნის როგორ გეკადრებ შენ რომ მაგას მეუნები როგორ ბედავ შენ საერთოდ მაგას შენ რამდენი ხნის მაინც ასაკიდან რომ გავიგოთ ორი რამდენი საყა მე ვარ 46 გადი აკეთა ბიჭო. ხო 46 ყველა თქვენ ახართ, სუ 46-ები, 45-ები და წლოვარება ეს ბარტო მე მემატება? ხო 56 წლისა ვარ მაგის დედაც ჯეკ. მართლა? საერთოდ არ გეტყობა არაფერი. ეხა შენ მეგობარი კაც მაგ ხარ ჩემი. არა, არ გეტყობა.
არა, ამაზე იცი შენ გოგია რამდენი წლის არის? გას გადამიგინე გოგია, კლასში ერთად ვიჭეკით, რა გინდა ბიჭო? მე საერთოდ მეტყო. გიგას კლასელი ყოფილა გოგია. გოგია, მიტოთ შენ კლასში იყო. მაყვალა შენ კლასში იყო, რა გინდა ძმაო? ენაცოლე, მესაგვაკ ბოლოზარი. არც გიას არ ეთყობ, ასაკი და არც მე ახლა მე ვარ. არც გოგიას. 69-ის. აი, ნიკა. ამეთყობა. არც არაფერი. ჩემო გია, იცი რა? აი ყველა შენი შესრულებული სიმღერა ვერც არ ვიცი რომელი უნდა დავასახელო, რომელიც მართლა ჰიტი არ არის. და ამიტომ ეს სიმღერაც ეხლა გვინდა არ გვინდა ესე ცალკბათ რო იძახი, რა ვიცი ესე დავარქიო, ძალიან კარგად გათვლილი ყველაფერი და ძალიან კარგიც იქნება და ამიტომ მოდი ჩვენს ტელემაყურებელს შაბისა აქ ჩემთან და ჩვენ გულებთან ისე მოტანილი სიმღერა რომ მე არ მიფიქრია რომ ეხლა აი ამას ეხლა დიდი მნიშვნელობა აი ჩემებურად რაღაცა ხო რა თქმა უნდა ანუ ეს სიმღერაც იმას ამბობს პატრო ჰიტობისთვის არის განწირული. არა უკვე არის იმიტომ ხო კი ბატონო კარგი ჩემო ეხლა გაახიტდება ეხლა თქვენთან ერთად რახან არ შემედავე რამე კიდე კაი ამის აი შენ შეგედავები ისრაელში ოკეი გია მოკლედ დიდი მადლობა რომ მობრძანდი ჩვენთან მადლობა ძალიან დიდი პატივისცემა მიიღეთ ჩვენგან ყოველთვის თქვენ გვერდით ვართ თქვენ ოღონდ შეძელით დაწერეთ არ მოგვაკლოთ თქვენი პრემიერა სრულიად საქართველოს მოკითხვა აუცილებლად სრულიად თბილის ჩვენ ქვეყანას რა ვიცი მეტი პოზიტივი ხალხო მეტი პოზიტივი ეს ჩემი მეგობრები რა თქმა უნდა ყველა გადაცემაში პოზიტივს ქმნით თქვენ მაგრამ თვითონ ადამიანებშიც უნდა იყოს პოზიტივი და რაც უფრო მეტად გვეყარება ხალხო ერთმანეთი მით უფრო იმიტომ რომ სულ რაღაც წუთში შეიძლება ცხოვრება გადაგვიბრუნდეს და ამიტომ მანამდე სანამ 100 წლის მერე ღმერთმა არ აქნას გვიყვარდეს რა ერთმანეთი რა ვიცი შეგენაცვალე ასე მგონია იტოვებ გიას ურამელაში და ასე მგონიაო რა გინდა კიდე ასე მგონიაო ასე მგონია ხო რას გავატან შენ გამახსე რა გავაკეთე ეს უ დამოვიწყდა კოფე მეერთვი და დავიწყოთ ჩავწეროთ აბა კონიაკი ყოფილიყო გერდა გავიწდებოდა მასილმა რა კონიაკია მა შეგინეთ შენ დაუკან